სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნიტარესი ილია მეორე ორგანიზაცია გვარი და გვარიშვილობის ხელმძღვანელობას და საქართველოს საგვარეულოთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავართან შეხვედრა საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა. ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელ საგვარეულო კავშირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაფუძნებული ორგანიზაციის ფარგლებში უკვე 700-ზე მეტი საგვარეულო კავშირი შეიქმნა. ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება და თითოეული თავისი გვარის დემოგრაფიული პრობლემების გაუმჯობესებას ეზრუნავს. შეხვედრის ფარგლებში ასევე საქართველოს ტრადიციული სამიწათმოქმედო კულტურებისა და მათი გადარჩენის საკითხებზე ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ინესა მაისაიამ მოხსენება წაიკითხა. მე მადლობას მოძღვნი ხელმძღვანელობას დარბაზისა, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი პრობლემები წინ არის. მე სრულიად გიჭერთ მხარს და გავიცდი იმ ფაქტს, რომ ქართული მიწები იყიდებოდა და ამას ყიდულობდნენ უცხოელები რაღაც სულ მცირე ფასში. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავის არ აქვს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები. აი ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ აი ამაზე და მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო უცხოეთში ცხოვრებ ქართულ ხალხზე. ფაქტიურად უპატრონოდ არიან იქ. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ისინი თხოვობენ სურვილიათ გახდნენ მოქალაქენი და იმათ არ აძლევენ ამ მოქალაქეობას. თუნდაც აიღოთ ირანი, იქ მცხოვრები ქართველები, არ კმარა ეს 300 წელი, რომ იქ იმყოფებიან. ისინი უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. ამას წინათ ჩემთან ჩამოვიდა ინგუშეთიდან 3 ქისტი. ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ და ჩვენ მოვნახეთ ერთმანეთი იმათ შთამომავლობა და ინგუშები ყოფილან დაყოფილი ტომებად და ყველაზე დიდი ტომი ქისტების არის სახელწოდებით ქართველი. გამოუცა ამან ქართველები გამოსულმანდნენ თუ ქისტები დაეწერდნენ ქართველად, ეს გამოსაკვლევია. თითქმის ნახევარი მოსახლეობისა გასულია უცხოეთში. ისინი დაბრუნდებიან თუ არა, ეს კიდევ საკითხავია. აი ამიტომ დარბაზმა უნდა ჩამოსწეროს აი ეს საკითხები
ეს პრობლემები ჩვენ ყოველმა გვარმა უნდა იცოდეს თავისი გვარის ისტორია, თავისი გვარის წარმოშობა, უნდა იცოდეს თუ ვის უჭირს, უნდა შეიქმნას ფონდი და უნდა დაეხმაროთ გაჭირებულ ადამიანებს. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ასე ტკივნეულად ვხებულობთ ამ ხელმიხილავთ ამ საკითხებს და მადლობას გიხდით ყველას, რომ ასეთი დამოკიდებულება გაქვთ. მე მინდა კიდევ თქვენი ყურადღება მიაქციო ერთ ფაქტს. მე გამიგვინდია ძველი ხალხისაგან, ჩვენი პაპებისაგან, მამებისაგან, რომ ქართველი ადამიანი ოცნებობდა, რომ ხონდეს ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნებაო, თუ ერთი დღის სახნოსათესი მექნებაო. დღეს გვაქვს ჩვენ მიწები გადმოცემული და არ ვამუშავებთ მათ და ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მოცნენილია ესა თუ ის საკარმიდან. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და დალოცოს უფალმა საქართველო. უკვე 700-ზე მეტი საგვარეულო კავშირი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საქართველოში მეცნიერები 25,000-მდე გვარს ითვლიან და საგვარეულო მოძრაობა ყოველთვის იყო საეკლესიო მოძრაობა და ეს ამ მოძრაობას ტრადიციულად ყოველთვის მღვდელმთავრები ხელმძღვანელობდნენ და ახლა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს. საგვარეულო კავშირების ძირითადი ამოცანა არის ქართველი ერის რწმენაში დაბრუნება, ქრისტიანული მართლმადიდებლური წესით ცხოვრება და შემდეგ უკვე პრაქტიკული საქმიანობა, რომ ჩვენი გვარები დაუბრუნდნენ იმ ადგილის დედას, იმ მიწა-წყალს, იმ სოფელს, ფუძე სოფელს, საიდანაც ეს გვარი წარმოშობილია. ივანე ჯავახიშვილი წერდა, რომ ჩვენი მოსახლეობა გვაროვნებით იყო დასახლებული. და ბუნებრივია, ერის ისტორიის ნაწილია გვარი და მისი ისტორიის შესწავლაც საინტერესოა. შესწავლილია წარჩინებულ გვართა ისტორიები, წარჩინებულ საგვარეულოთა ისტორიები, მაგრამ ნაკლებად არის შესწავლილი ცალკეულ საგვარეულოთა თავგადასავალი. ესეც ბუნებრივია, ერის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. ადამიანები გამოხატავენ სურვილს და დაინტერესებულები არიან, რომ იცოდნენ თავიანთი თავგადასავალი. და როგორც ისტორიული თხზულებები წერება, ისტორიული წყაროების, საველე ზეპირგადმოცემების, ეთნოგრაფიული მასალების მოხმობით იკრიბება ისტორიები და საინტერესო წიგნები გამოდის ხოლმე. ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ხელოვან ნელი ბერაიას შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა. პისერებისგან გამშვენებული ხატები და სხვადასხვა ფერწერული ნამუშევრები ხელოვანმა ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოადგინა. ფერწერა მძივებით, სულ მძივებშია ბისერებით და სვაროვსკის თვლებით და მარგალიტებით. აქ არის წარმოდგენილი 35 ნამუშევარი. საერთოდ 100-მდე მქონდა, ზოგი გაჩუქებულია, ზოგი გაყიდულია. და აი რაც დამრჩა, ახლა უკვე მიწის ცოტა მუშაობა. მოვიტანე აქ რომაც მქონდა მეზურა წერეთლის მუზეუმში გამოფენა, მაგრამ მოითხოვეს რომ არ გამეკეთებინა. დღესვე რამდენიმე გვარის წარმომადგენელმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრა.